აი ეს საინტერესო დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ძალიან საინტერესოა. თან რაღაცა უნიკალური ამბავია მოსაყოლე ახლა ჩვენთვის, უნიკალური ძაღლის. სხვა შორის ბევრი კითხვებია, მე ხა ძაღლში შარა ძაღლებია თურმე. თვითონ გვეტყვის ახლა დიანოდარი რა გვაქვს საქმე. ჯერ დავიწყებ იქიდან რომ დღეს ძაღლი არ მოვიყვანე გასაშვილებელი. ვინც მინდოდა მოყვა, ისი მოყვანას მინდოდა, გუშინ წინ გააშვილეს, როგორც იქნა საწყალს სამჯერ ნაშვილები და ქუჩაში დაბრუნებული და ბოლოს როგორც იქნა ისეთ კარგად გილას მოხდა რომ ძალიან მიხარია და ვეღარ მოვასწარე ახალი ძაღლის. სამჯერ თუ გააშვილეს დაბრუნ ცუდი ხასიათი. არა მშვენიერი ხასიათი აქვს, ნუ ბევრი უცნაური ადამიანი არსებობს მაგ დეტალში. დიდი ქონდა ეგრე. ხო. მე ის წინა კვირას ჩვენი ადოლფი რომელიც აქ ყავდა, ბოქსერი. ისეთ მაგარი. ისეთ ადგილას მოხდა რომ ლამის მე ვინათრო ძაღლობა ძალიან მაგარი. დიდი უზარმაზარი 2 ჰექტარი მიწა თვითონ პატრონებს. ეხა ეს მაშინ რო გითხარი სახლში ცხოვრობს, ძინავს სახლში, მაგრამ სარბენად პატრონთან ერთად სათამაშოთ აქვს ბევრი შემოღობილი, არ დაიკარგება არაფერი, ნუ იდეალურ და ეს ახალი ძმა რომელიც ყავს თუ ძმა თუ პატრონი 16 წლის დღე და ღამეს ერთად არიან ძინავთ, ერთად ჭამე. მოკლედ როგორც იქნა ამ ძაღლს ამოისთხა და მეც და პატრონმა ყოფილმა პატრონმა ეხლა ასე რომ ეს კარგი ამბავი. ეხლა დღეს რაც შეეხება აი ხელა ძაღლთან იყო. აი ეს ხელა. აუ, სანამ შემთხვევაში ვისაუბრობ, ზოგადად ასეთი ტიპის ძაღლის ხასიათზე რომ ვილაპარაკოთ, ხო, ცოტა. გული მიზნის დასწრები ემართება. ხო, სხვათა შორის ამ ძაღლზე გამიკვირდა ყველა პატარა ძაღლს თითქმის ყველას, ნუ აი მით უმეტეს იორკშირულ ტერიორს ვიდანაც ვიყავით. ძალიან ხშირად ემართებათ, აი მართლა გული მიზნის, გულყარები, ნერვიული რაღაცა სტრესი. ძალიან ბევრი არის ეგეთი. ეს იყო ძალიან მშვიდიდო და ამისთვის მინდა პატივისცემა გამოხატო ოჯახის მიმართ. კი, თავიდან რომ მივიდა ეს ძაღლი და პატარა იყო და კანკელებდა სულ თავიდან ახალ პირობებში, კი ბევრს ეფერებოდნენ და ზედმეტი მოვიდათ, მაგრამ თვითონ ეტყობა მშვიდი ხალხია და არ გააგიჟეს ეს ძაღლი რა. ძაღლი იყო მშვიდი, მე ნახავთ კიდეც რა ვავარჯიშებთ, ახალ რაღაცებს უკეთებთ, მაგრამ ძაღლი არ მშვიდად კი არის გაუგნებული, მაგრამ ისტერიკა არ ემართება. საყვარლები არის. რაც არ ემართება იორკშირ ტერიორს, ყოველთვის რაღაცა ემართება ქუჩაში. გული მიზდით მართლა ძაღლს ხედავენ უყეფენ და ბოლოს მე მაგას ბათუმში პატარა სკამზე და ჩამოვარდა და გული წოვდა ეს ადამიანი რო დავარდება ეს ეგდო და იმ ხამა დაიწყო უცხოეთში ექიმთან რეკვა რო რა გავაკეთო აი ეს იწვა გულწასული ჩვეულებრივია აი ამ ხე შენ მეგობარს ყავდა და რაღაცაზე რო განერიულდებოდა ეგრევე ყირავდებოდა აი ეგეთი ძაღლები არიან ეს იყო ძალიან მშვიდი ძალიან მიხარდა და მაგრამ ის იმდენი ვიცინებ გადაგების დროს რომ არის თუ გამოჩნდება ეს გამოჩნდება იმედია ნახოთ მაშინ ნახოთ პირდაპირ მოდი ნახოთ მე კიდე ახსნა მინდა ხო მე ახსენე ყველაფერი ბაბის გაპრანჭვა ძალიან გვყვართ ოჯახს კონცენტრირებულად მის ჩაცმაზე და უკვე იმდენი ტანსაცმელი მოგრო ყველაზე ბევრი ტანსაცმელი მგონია ამას აქვს და თვითონაც მოსწონს ჩაცმა რომ ხედავს ტანსაცმელს ჯდება ეგრე და თავს წერს წინ რომ უნდა ჩაიცვას აუცილებლად ზედა ბაბი არის იორკში ტერიერი, არის სულ რაღაც 5 თვის, ძალიან ახლა მეგობრებმა მაჩუქეს ეს ძაღლი. ნუ ოჯახის წევრად გადაიქცა ბაბი, მთელი სახლი შეიძლება ითქვას, რომ მისი სამფლობელოა, რასაც უნდა იმას აკეთებს, მხიარულია, ყოველს გვახალისებს, ბევრს თამაშობს, რაც თავარია და ბევრსაც ჯამს. რამდენიმე წლის წინ დავკარგე ძაღლი, პუდელი, მომყარეს და ვფიქრობდი, რომ აღარასოდეს აღარ ავიყვანდი ძაღლს. ბაბი რო ხელში ავიყვანე, მაპატიეთ, მეგონა რომ ბავშვი ავიყვანე ხელში, მას მე ისია როგორც ოჯახის წევრი, სრულუფლებიანი ოჯახის წევრი. ძალიან კეთილია, ძალიან თბილია, რომ დაჯდები სულ მოდის, მოგითავს დაგადებს, უნდა მიეფარო, რა თქმა უნდა, მოფერება უყვარს ძალიან. თამაში უყვარს, აბსოლუტურად ყველაფერს ღრღნის, თუ კი რამე დასაღმელია, ტანსაცმელსაც კი გვიღრღნის უკვე ასე, ძვლებს ღრღნისავი, კარგი ძაღლია. საზღვარი არა აქვს.
მის ცელქობას, ყველაფერს აკეთებს აბსოლუტურად, თუ კი რამე მოესურვილება. ხტუნავს ყველგან, თუ კი სადმე შეიძლება ახტეს. ეს ერთ სავარძლიდან მეორე სავარძელზე უყვას გადახტომა. ეხლა ეს აღარ ყოფნის მოათრევს ბალიშებს. ბალიშზე კაჩება რო აიტანოს ან საწოლზე, ან ტახტზე, ნუ მოკლედ მნიშვნელობა არ აქვს, ყველგან აქვს და ერთი პრობლემა კიდე ის არის, რომ ლოგინი არ არის გაშლი, ბაბი შიგნით წევს. მოგვიყვანეს იყო 3 თვის და თავიდან ძალიან დიდი სითბო გამოვიჩინეთ, არაფერზე არ ვეჩხუბებოდით, სულ ვეფერებოდით. თუ კი რამეს დააშავებდით, თავს ვიკავებდით, რომ შეჩოვის მომენტი რო იყო, არ გაგვიბუტოს, არ განაწყენდეს და მიეჩვია ესეთ რაღაცას, გარეთ არ გადის. სახშია და თუ კი დაინახავს თავის საყელურს, რომ გარეთ უნდა გავიდეს, გიждდება, იმალება, წასვლა უნდა და რომ გაუკეთებთ ამას და ნუ ვეკაჩებით რომ წამოდი, ხელფეხს შლის და მოკლედ არ მოყოლოთ. თუ კი დაინახავს თავის ყელსაბამს ხელში რო ავიღებ, რომ უნდა გაუკეთო, ნუ იმალება. საერთოდ აღარ გამოდის და თუ გაუკეთებ კიდე, ჯდება და ფაქტიურად ძალით უნდა გაათრიო. ამიტომ ხელში აყვავს და ისე ჩაყვავს თაბლა. ერთი ბეწზაღლია ეშინია ყველაფრის, ისედაც ერთი 5 თვისაა ლეკვეა, ლეკვებს დიდი ჯიშის ლეკვებსაც ეშინიათ მის ასაკში ხშირად. ამას მით უმეტეს, იმიტომ მიდის ქუჩაში და ხედავს საშინელი გიგანტები დადიან მის გარშემო, მიწაზე რო ადგავენ ფეხს, ალბათ ზანზარებს ამისთვის მიწა. ნელა მიეჩვევა, მაგრამ ეშინია. საერთოდ მე როგორც ვიცი და ჩემს ვეტერინარსაც ვკითხე და დამიდასტურა, შეიძლება ისე იცხოვროს იორკშირ ტერიერმა, რომ გარეთ არც გავიდეს ცხოვრებაში. შეუძლია მთელი ცხოვრება იყოს სახლში, მაგრამ მისთვის ჯობია, მისი ხასიათისთვის ჯობია, მაინც გავიდეს გარეთ. თუნდაც, რა ვიცი, მე კვირაში ერთხელ, ფეში ერთხელ, ნახოს ხალხი, ნახოს სხვა ძაღლები, სოციალიზაციას ეძახიან მაგას, რომ მიხვდეს, რომ კიდევ დიდი სამყარო არსებობს და არ გაუჭირდეს მე თქვა სახლში მოსული ან ძაღლების, ან სტუმრების შეხვედრა და ბაბის ასე საფენებით არის, ნუ სახლი მოფენილი, ნუ სადაც ბაბი არის, სადაც ბაბი დარბის თამაშობს და ანუ სულ მისი საფენებია მოფენილი და სტუმრის მიღებაც კი გვიჭირს და აი ვერ ვაჩვოთ ერთი საფენზე მაინც რო ქნას კარგი იქნება, მაგრამ ყველას შეშვება, ან არ შეშვება საერთოდ. ჯობია ყოველი შემთხვევა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა გავითვალისწინოთ, რა ძაღლთან გვაქვს ურთიერთობა, რა ძაღლთან გვაქვს საქმე, რა ძაღლი როგორ უნდა მოვექცეთ, ისე რომ მისი ან ფიზიკურად, ან ფსიქიურად არ დავაზარალოთ. შავი გერმანული ნაგაზი იყო მსგავსი პრობლემით, იმას ეს პრობლემა გადაულახეთ. ოღონდ მაშინ ვიქცეოდით ესეთი მკვეთრი თავდაჯერებული მოძრაობებით და მოკაჩვებით, არ დავუთმეთ არაფერი და გავიყვანეთ პირდაპირ ტემპის შევნელებლად და მიხვდა ძაღლი, რომ არ აქვს აზრი მისთვის ისტერიკას და დაგყვა. ამ შემთხვევაში რა კი ასეთ სათუთ ძაღლთან გვაქვს ურთიერთობა, მე ვეცდები, რომ ესეთი მკვეთრი მოკაჩვები არ გავაკეთო და დავიყოლიო სხვანაირი მეთოდებით, უფრო ნაზი მეთოდებით და ფრთხილი, იმიტომ რომ ამას ოდნავადაც კი მკვეთრად რომ მოვკაჩოს, შეიძლება რაღაც დაემართოს, ძალიან სუსტი ძვლები აქვს და ხერხემი. კი, არა, ცოცხალი თავით არ უნდა გარეთ გასვლა, ხო? ავიღოთ საბელი და დავინახოთ აბა ერთ დღეს. ბაბი, მოდი აქ, ბაბი, მოდი. აი რო დაინახავს, მოდი. აი, წავით, მოდი. მოდი. მოდი, გაგიკეთო, მოდი აქ. ეს არის ძალიან მოუხერხებელი საფრთხე. ამას ჯობია ჩვეულებრივი, სრულიად უბრალო, აი ეს თასმასავე და ეს ზოლი რო არის, 1.5 ან 2 მეტრიანი სავსებით გავა. ამას ვერ აკონტროლებთ ამას, იმიტომ რომ ეს ზამბარაზე მოძრაობს, რაღაც მოუხერხებელია, აი ჯობია საერთოდ არ იხმაროს ადამიანმა. ასევე, გარდა მაგისა, რა კი ის არის, რა კი პატარა ძაღლია და სუსტი ძვლები აქვს. ჯობია კონდეს თელ აი კერძე რო აქვს ხოლმე გასაკეთებელი, ეგეთი საბელი. იმიტომ რომ ოდნავ რომ მოკაჩა შეეშინდა, აი რას ვამბობ, ეს რომ მოძრაობს შეეშინდა. ამიტომ ეშინია ამ საბელს. რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებს, რომელიც ძაღლი ვერ ხვდება რა არის. სასურველია ეს გამოცვალოთ, ეს ერთი. რასაც იყიდით, იმისიც თუ შეეშინდა თავიდან, მაშინ რომ მოიტან პირველ დღეს მიეცით ძაღლს საშუალება რომ დაყნოსოს. მიეცით კონდეს ეგდოს თავისთან, დაყნოსოს თუ უნდა მონიშნოს კიდეც როგორც უნდა თავის საბელი.
მე ამას რო დაგნოსოს, ხო, ირბინოს ამის გარშემო, ირბინოს თქვენ ხანდახან პერიოდულად ნამსხარი თუ რაღაც მიეცით ხოლმე სასუსნავი, რომ იგზნოს რომ საბელი არის მისთვის რაღაც კარგი ნივთი, სასარგებლო ნივთია, ხანდახან მე აჭმევენ ამის გამო, იმიტომ რომ ამას გაურბინა. მოკლედ, კარგი ასოციაციები დაუკავშიროთ. ამის ეშინე ნახეთ დაიმალა. არ გვაქვს ის საბელი, გავიყვანოთ აივანზე საბელის გარეშე. ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ? ნუ თქვათ აი აქ ამ მანძილზე, ან ცოტა შორს, თქვენ დაჯდებით, ის თავის ნამსხვრებს თუ რაც გაქვთ, იმას დაიჭერთ ხელში და დაუძახებთ. ითამაშებთ ბურთს გადაუგდებთ, მივიდეს, მოვიდეს 10-15 წუთი. მერე ცოტა ჩამოიწევით აქეთ ხარეს. იგივე. მერე კარებში დაჯდებით. მერე გადადით იქით ხარეს და იქიდან ითამაშეთ. იყოს ეს ჯერ აქეთ. ისე რომ ამ თქვენ რო იგზიხართ ზღურბზე, ეს აქეთ არის და გწვდებათ ჯერ კიდე ხელითაც წვდებით თქვენ, ესეც მოდის. მერე გადაიწიეთ იქით ხარეს. 1.5 მეტრი და ეს ზაღლი უნდა გადმოვიდეს. რომ თქვენ გეთამაშოთ, თუ ის სასუსნავი უნდა, თუ ბურთი უნდა გადმოვიდეს, მაგრამ ამასობაში გასულია უკვე დაახლოებით 9 საათი, 1 საათი, ზაღლი უკვე ამას შეჩვეულია ამ ღია კარს, აღარ ეშინია, არ გონია რომ აი მე ხე გაიყვანე და გარეთ და იქ რაღაც საშინელებებს ნახავს. და შეჩვეულია უკვე 7-ად უნდა გადმოვიდეს წესით. არემ ორი საქმე ერთად გავაკეთოთ, დავსვათ. ანუ მოვიდეს, დასვით და ისე მიეცით სასუსნავი. თან სასუსნავს მიერჩევა, თან ითამაშებს, თან დაჯდომასაც ისწავლის. აბა ნახოთ. აი დაუძახე. მოდი. ერთხელ ბრძანება ერთხელ. დაჯექი? აჰა. ეხლა მე შვენი ესე გავუმეორებ ბევრჯერ. დაჯექი. ეგრე არ გააკეთოთ, როცა ბრძანებას ეთქვით, სანამ არ შეასრულებს სხვა რაღაცა აღარ უნდა გაკეთდეს. ეხლა ვცადოთ, იქნებ ცოტა კიდე კარებისკენ მივიწიოთ 1.5 მეტრით, ხო? დაჯექი? აჰა, ბრავო. ცოტა იქით გადავუგდეთ, ამას გორბლის იქით. აჰა, გადახტავ ჩვენები. დაჯექი. აი მე რა კაი გოგო. აი ხო ხედავ, უკვე 5-დან 1 ეგრე ვეჯდება. ეს უნდა ხშირად უმეორო და მე 5-დან 2 დაჯდება, მე 5-დან 3 და ასე. დაჯექი. აჰა, ვეღარ სამჩინავს უკვე ზღურბს, ისე გადადის და გადმოდის. ეხლა ვცადოთ ასეთი რაღაცა, უკვე თავის საჭმელს რო გზნობს, გადადის, გადმოდის, ვეღარ სამჩინავს ზღურბს. მოდი, ვცადოთ უსაჭველოდ თუ გადმო, ანუ თქვენ შემოდით, კარი დაკეტეთ. გააღეთ და გადიდ და დაუძახეთ, აბა რას იზამ. გადიდ, ხო თქვენს გადიდ და დაუძახეთ. მოდი ბაბა. აი ხომ მეც თუ აქისა მეც სასუსნავი დააჯილდოვე. всё, აღარაფერი პრობლემა გადახდა ჩვეულებრივად არის გაჩერებული. სადოთ კარტანაც ხო 1-2 ჯერ ხო? კი. იქნებ აი გარეთა კარში როგორ იზამს. ხო, დადი. გავიდა პირველივე ცდაზე გავიდა გარეთ. პირველივე ცდაზე. ოპა. დაჯექი. ხო, მოკლედ აღარ ეშინია ამ კარის, არც იმ კარის აღარ ეშინია. თავარი შიშები ამ ზღურბლის გადახტომის მოიხსნა. ერთი პრეცედენტი რო დაუშვი, ეხა უკვე ყოველდღე უნდა ვარჯიში და საერთოდ დაივიწყებთ, მე კარებს ყველა კარში გამოვიდა. 7 ზაღლი აღმოჩნდა მისი ჯიშის სხვა ზაღლებისგან განსხვავებით, ძალიან მესიამონა, იმიტომ რომ პატრონები ექცევიან კარგად, ეთყობა მაგის შედეგია რა. ის რო ეშინია, არის იმის ბრალი რო პატარაა თვითონ ტანით და იმის რო თვითონ ასაკეთებს პატარა 5-ით. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდება. ერთ დღეში დაძლია ის ორი დიდი შიში კარებზე და აივანზე გასვლის. ნელ-ნელა ყველაფერი კარგად იქნება. შვენიერი ზაღლია. მაგარი ამბავი იყო ზოგადად თან გაერთე კიდევაც ახლა დარწმუნებული. ეხლა ერთ-ერთი ანალოგიური ზაღლის პატრონის კითხვა შემოვიდა რომ გარეთ რო გავდა ვარდება უკანო და რა უკნაო. ხო, აი მაგას ვამბობდი. მარტო ვერტოვებო რა. მაგას ვამბობდი, ესეთ ჯიშის ზაღლებს ხშირად ემართებათ ეს გულყრები და ნუ შიში და ეს არის. მარტო დატოვება გამორიცხულია ასეთი ზაღლები. საერთოდ ხო, ეს თქვა იგივე ფრანგული ბულდოგი ძალიან პუდელი თუნდაც ძალიან ერთგულები არიან და სულ უნდათ რომ პატრონი გვერდზე ყავდეთ. ნუ რამენერად უნდა მიაჩვენოს.
ბატონო ესეთი ძაღლები თითქოს ყველა ჩარტას მაგისტრებში იყიდიან და 2 კილოა ჯიბეთ თუ ცოტა დიდი გაჩაი. არაფერი ვერც იგზნობ, მაგრამ ანუ არ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მარტო არა, ჯობია მაინც ვიმუშაოთ. ნუ თავიდან მაინც ცოტა ხანი დავტოვოთ, თქვა რა ვინ 9 საათით და ნუ მაგრამ ჯობია რომ მაინც თუ გვაქვს საშუალება არ დავტოვოთ, მაგრამ თუ სხვა გზა არ არის, უნდა ვიმუშაოთ. ეხლა კიდევ გითხრათ რომ შავი დღე ეხლა დაკარგულა დღეს შავი პუდელი გდაში და თუ ვინმე ნახაო იქნებ ჩვენი Facebook-ის გვერდზე მოგწეროთ მოკლე კუდი აქო თუ ნახავთ რა ვიცი ეგარ მეძამერეკეს ბავშვი 13 წლის ბავშვის პუდელია ტირი დღე და გამენ ერთი გუშინ წინ დაკარგეთ თუ არა ხო ეს დღესაც დაიკარგა თუ დღეს ხო მეგონი ეგარ შეიძლება მე რომ ნუ თუ ვინმე ნახავთ მოგწერეთ მე ვიპოვით ჩვენ პატრონს იმედი გქონდეს შემთხვევაში პატრონს კი მონახ ეხლა ამ გადაცემაზე რატომ მინდა განსაკუთრებულად ვილაპარაკო რა ეს არის რაღაცნაირად აი საეტაპო გადაცემა რატო მინდა რომ აი რაღაცნაირად თქვენს ანუ მაყურებლებმა გაიგონ რომ ერთი და იგივე პრობლემა როცა თქვა ხილულად ერთი და იგივე ავჩარკა არის გერმანული ნაგაზი უკაცრავად ვერ გადადის სურბულზე და ტერიერი ვერ გადადის სურბულზე ხო იმას ჩავავლეთ ხელი გავუკეთეთ და წავიყვანეთ თვით დაჯერებულად შეუნელებების ნაბიჯი რო ავკრიფეთ ტემპით გავედით ხო ესეც დანებდა ბედს და გამოყვა და მე მეხვდა რომ არ არის პრობლემა და მე უკვე ჩავლებად დადიოდა ხო ამას ესე ვერ ვუზო პატარა რამე რომ მოხდეს ოდნავ და ხერხემალი აი ერთი ბეწო ხერხემალი რამდენი ძვლები ამ ხელა ძვლები აქვს წარმოგიდგენთ 2 კილოა და პატარა ნახტომიან რაღაცა აი რაღაცა აი მაგალის გამიდა რომ ხტებოდა საზურგეთან ეგეც ხო არა სავარძლიდან სავარძელზე გადახტომა მაშინ რა ეუბნეოდი პატრონს რომ იქნება ცოტა მეაქციოთ ყურადღება იმიტომ რომ ვიცი რამდენიმე უბედური ხო ესეთი და მოჯობია აი მეც მაგრამ ისიც თქვა არ იქნება სწორი რომ სულ ზედმეტი ინერვიულონ ამის გამო რაღაცნაირად ისე გააკეთონ რომ არც იხტუნაოს და ნუ არც რაღაც თავის ისე კაი ჟანიანი იყო თავის იმის საერთოდ კარგად გაზრდილი ზაღლი მომეწონა ძალიან დიასახლისიც თვნი და არავინ არ თვნის მსოფლიოში იორკშირ ტერიერს აი ეს გაზნერი და მშვიდი ზაღლი იყო ხასიათი ეხლა კიდე რა გითხრეს რა არის ტერიერთან კავშირში მაგრამ მაყურებელს აქვს ესეთი პრობლემა ნაგაზი ყავს ლომა თურმე და ქათმებს ჭამს სულოდა ერთი კი მოუცხე გუშინო ზიანოდან მაგრამ რა ვქნაო რაო მოწევით არუშველის მაგას იქნებ შემეხმიანონ ჩემს იმაზე ხა გვერდზე გამოგი ხო იქ რა დეტალებია რომლებიც უნდა გავარკვიო ისე მაგის გადაღება საინტერესო იქნება ქათმებს არ ესიამოვნებათ მაგრამ ერთ-ერთი მე მგონი ერთ-ერთი პირველ გადაცემაში იყო ეგრე გერმანული ნაგაზი რომელიც ჭამდა და მე დავუმეგობრდა მე მგონი აჩვენეს სულ პირველ გადაცემა ქათმებთან ერთად რო და 20 თვეში ზიანოდას მისწერეთ ხო მომწერო და გავარკვევ ყველაფერს და დავაპარაკე მაგრამ კიდე მინდა ამაზე გავაგრძელო ეგეთი რაღაცა ეს დაყოლიების მეთოდი აი ესე თამაშით რომ ძაღლი თვითონ ჩემი ხელის მიუყარებლად გადავიდა იმ სვარს რომელიც აქამდე არ უნდოდა გადასულიყო ეგ ასეთივე მეთოდი შეიძლება გამოიყენოთ სხვა რაღაცეებშიც მაგალითად ბევრი მწერს რომ თქვა ეზოში ძაღლი რომელიც ყავთ დიდი არ შედის თავის სახში თავის ძაღლების აშენებულ ხუხუში. ბევრი წერს მაგას, იმიტომ არ უყვართ, არ აინტერესებს პატრა სივიწროვეა, გარეთ ურჩევნიათ, ჰაერი პატრონს ხედავენ ფანჯარში ან რაღაც. აი ესეთივე მეთოდით შეგვიძლია შევიწყოთ. დავჯდეთ იმ სახლიდან რამდენიმე მეტრში თავიდან ვეთამაშოთ, ველაპარაკოთ. ოღონდ დრო გვინდა მაგისთვის, დრო უნდა დავუწყოთ. ნუ სასურველია კაი ამედი იყოს ეხა ესეც. თუ გაიყინოთ ორივე ერთად, აგრე ხო? რაღაცნაირად დავუწყოთ ხო იქით გადავუგდოთ სხვა მიმართულებით ერთხელ მეორეც იქით მესამედ შევუგდოთ შიგნით აი სახლში შიგნით გესმის ან თუნდაც სახლის წინ დავაგდოთ ჯერ ნელ-ნელა მე უფრო ხშირად შევუგდოთ ხოლმე შიგნით შევა გამოიტანს აი მე გადავიწიოთ ჩვენ უფრო ახლოს კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ და იგივე დიდი ხანი უნდა ამას ყოველდღე უნდა რაღაცა დროს ვარჯიში ხო ბოლოს შეიძლება კიდე ეგეთ ახს უკაცრავთ ბოლოს შეიძლება კიდე ეგეთ ახს შიგნით სახლში თვითონ ამის ჩვენება ძნელია კამერით, იმიტომ რომ სიუჟეტში ეს უნდა მუშაოთ 1-5-6 საათი და ძნელი იქნებოდა რა მაგის ჩვენება 5 წუთში არ გამოჩნდება. თვითონ შიგნით სახლში შეგვიძლია რაღაც სხვა დაფენილი იქ კუთხეებში რაღაცები დავუმალოთ ნამსხვარი ან თავისი ხორცი ან რაღაცა გაერთოთ ხო შევიდეთ და იმ სახლში იგზნოს თავი კარგად მხიარულად ესმის და მისთვის ეს ადგილი გახდეს საინტერესო ის სუნები ჯერტი დარჩება იმ ხორცის სუნები იმ სახლში და მასთან შეიძლება ეს ჩამნელებულიც არ მოწონს რობნელა ზაში პირიქით მოწონთ მყუდრო ზას პირიქით სახლში აი მეც ხა პუდელი რა არის ლაბრადორი ხომ ყავს უზარმაზარი აი ვერც კი მიხვდებით სადღე ყველაზე ბნელ და პატარა შეიძლება ეს აი სავარძელსა და ევოლუციონის აი
დაიფხელა ადგილში შეძრება და დაეხვევიან ხოლმე ესე და ხო, იმათ უყვართ პირიქით თავენთ ბუნაგი. ეხლა ეს მაგისტრის ბუნაგი უნდა მივახვედროთ, რომ ეს არის მისთვის შემდგარი. ოღონდ დაყოლებით ამის შიგნით ვერ შეყვებით, ნუ როგორ უნდა შეიყო. შეაგდო და გამოხვიდე ეგეც. ესე ვერ შეიყო, როგორც ავშარკა როგორც გადავეკიდე ამ ავშარკას, გერმანული ნაგაზი გადავიყონე, გადმოიყონე, ხო? ესე ვერ შეიყო, მაშინ შენც უნდა შეხვიდე. და აი ეს შევიტყუოთ, შიგნით ხალისით, თამაში შევიტყუოთ. ამისთვის იყო ეს გადაცემა კიდე, რომ ამისთვის გავა. როდესაც საკუთარ დასაწოლებს ჭამე ხშირად ერთ ჩემი მეგობარს აქვს ეს პრობლემა. მოწყენილობის გამო ვიცი ჩემ მეგობრებს. თითქოს რა ჩემი არ ჭამს, მაგრამ მას შვება, როგორ ვთქვა. კუჭავს. ისე იფენს რა და მე სხვა გართობებზე გადადის. ნუ ეხლა. ნუ ეხლა მე მოუყვანე ის. გაბრაზი ვიცი რომ არ შეიძლება დაშლა და ყურადღება უნდა გადავატანო და ხშირად რატო იყო რაც გიშლის რო? მე არაფერს არ მიშლის თვითონ მე თუ კი ვინმე დასაფენთან გადის უღრენს. ნუ ეხლა. უყვარს ესე იგი რა? ანუ ცოლად მოიყვანა დასაფენი. ცოლად მოიყვანა დასაფენი აივანზე არის და თვითონ არ შეუცვალე დასაფენი სოფერის გაუტანა და იმას სანამ აიმის სცენა აქვს ხოლმე მოწყობილი სახლიდან აივანზე. ნუ ეხლა ცოტა. რა ვიცი თუ არ უშლის არავის ანუშოვეთ დასაფენს თუ არა აქვს პრობლემა. არა ეხლა თხელი აღარ მოეწონა როგორც ჩანს ხორციანები მოწონა. რო არსებენ. ფაშფაში კაი ხათებში ამოსადა თხელი თხელზე აი წერდა. ესეა. ემან რამე არა თქვა ასე კიდე მაგარი ტარიყოს. ძალიან საინტერესო იყო ეს შემთხვევა. ძალიან. აჩიკო. შეიძლება შენ არის სხვა ჯიშლარებს რა იმართება. აუ ეგეთი აქვს ხოლმე აი ფრანგულ ბულდოგებს აქვს განსაკუთრებით სათამაშოს აირჩევენ და მე კარგად იყავი. უყვარს. ან ინგლისური ბულდოგი იგივე. მე ფეხის ფორმაც ისეთია. ხო, და თვითონ ეგრე მზად არის და ნუ მოკლედ. ხო, ნუ რა ვისაც აწუხებს შევლე მოაშოროს, ვისაც არ აწუხებს იყოს რა რას უშლის. მოკლედ შევაჯამოთ ხო ნელ-ნელა. კარგი რჩევები მივიღეთ. შენი ყვათიან. სანახაობა იყო ძალიან მაგარი, აი რაღაც პარ ფილმს ისე უყურებდი. კი, და რაღაცა ღიმილის მომგვრელი. ამდენი დასაცმელი აქვს ქრისტინა შეშულა. კარგად უვლენ, მაგიტომ რაღაც კარგი ოჯახი იყო, ყურადღებას აქცევენ. ზედმეტადაც არა, ნუ რაღაც ოდნავ კი, მაგრამ აი ეს ძალიან გადამეტებულად არ. თან მაგას აუცილებლად უნდა, ხო ეს თბილი რაღაცის ჩაცმა ეხა რომ პატარაა ძალიან და საერთოდ რო იცოდეთ ეს არის მე-10 საიუბილეო გადაცემა ჩემი ასე რომ. მე-10-ია. კილოცავთ მეგობრებო, კილოცავთ. იმედია კიდე დიდხანს გაგრძელდება. კი, რა საკვირველია. დიდი მადლობა. ძალიან კარგი სანახაობა შეთავაზეთ ჩვენს მაყურებელსაც და დაახლოებით ახლა ვისაც ეს ზაღლები ყავს, უყარ ვარდება საქმეები, მარტო არ უნდა დატოვოთ რა, რა ვიცი, ეგრე ეს არის პირველი რჩევა და დაანცეს მოუწევთ მისწერა და დიდხანს ასწავლონ, დიდხანს ავარჯიშონ, რომ მეც ცუდად არ გახდეს რა. იმედია რომ ასეთ ზაღლებს რეკლამის არ ეშინიათ, უბრალოდ გადაცემის დამთავრებით. კურიერის არ ეშინიათ, იმედია. ხვალამდე გემში გაგვიყვანოთ. კარგად.